სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ვისაც ერთხელ მაინც უგზნია და განუცდია ღვთის მადლის მოქმედება, ცოტათი მაინც განუცდია თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტად იყო თავისუფალი. ღვთის მადლის შეხება ეს არის მარადისობაში სარკმელი გახედვა მარადისობაში, სადაც ჩვენი სამშობლოა, სადაც ჩვენი სამყოფელია, სადაც ჩვენ ჭეშმარიტად თავისუფალნი ვიქნებით და თავისუფლების გარეშე ადამიანს სული ეხუთება, ხოლო მარადისობაში თავისუფალნი იმიტომ ვიქმნებით, რომ თავისუფლება თავად ღმერთია, მარადისობას თავად ღმერთია და ჩვენი სიცოცხლე იქნება თანხვედრი ღვთის სიცოცხლისა, ჩვენი პიროვნული უნიკალურობის შენარჩუნებით. მაგრამ როცა ადამიანი მადლისმიერად არ ცხოვრობს, ან არ იცის ეს გამოცდილება არ აქვს, ან კიდევ უარესი და ეს უარესი ჩვენი შემთხვევაა, როცა ჩვენ გვაქვს ეს მადლისმიერი გამოცდილება, მაგრამ ჩვენ ამას ვივიწყებთ და კვლავ ამ სოფლის სულით გამსჭვალულნი ვცხოვრობთ, ვიტანჯებით, ვდრტვინავთ, წუწუნებთ, უიმედობაში, დეპრესიაში ვარდებით და ვერ კი ვფხიზლდებით, გონზე ვერ მოვდივართ, თუ რატომ ხდება ასე, ამავე დროს გაღზიანებულნები, უმადურნი რატო ხდება ასე ვერ ხვდებით? ხდება იმიტომ, რომ მადლთან ერთობა არა გვაქვს და ის როცა გქონდა, ის დავივიწყეთ და არაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მადლი კვლავ დავიბრუნოთ. მადლის გარეშე ადამიანი კიდევ ვიმეორებ, ისედაც არ არის თავისუფალი, პოტენციაში ის თავისუფალია, მაგრამ ისე როგორც პოტენციაში ცოცხალიც ვართ, პოტენციაში სიყვარულით შეგვიძლია, პიროვნებებიც ვართ, მაგრამ მადლის გარეშე არც პიროვნებანი ვართ, არც თავისუფალნი, არც სიყვარული არ შეგვიძლია და არც არანაირი სიკეთის ქმნა, იმ სიკეთისა, რომელსაც ეგზისტენციალური მარადიული ღირებულება აქვს. არაფერი არ შეგვიძლია ეს. და ადამიანი კიდე ამ ყოველივეს გარეშე იტანჯება, ანუ თან არ შეგვიძლია და თან ვიტანჯებით. თუ ადამიანმა ეს არ იცის, როგორც ნიკოდიმოს ეუბნება საყვედურს უფალი რო შენო სჯულის მოძღვარი ხარო ისრაელში და ეს არ იციო, ას ნიშნავს მეორე ჩობა. იგივე საყვედური ეკუთვნის თითოეულ ქრისტიანს, იმიტომ რომ ჩვენ ახალი აღთქმის ადამიანები სამეფო და სამღვდელო დასნი ვართ. ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით, ვიდრე ძველი აღთქმის მოძღვრებმა იცოდნენ. ერისკაცებს გულისხმობ და მღვდლებს თავისთავად. და ამიტომ ეს საყვედური ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ თუ არ გვესმის ამგვარი საკითხები და თემები. და ადამიანი ახალი აღთქმის ეკლესიის წევრი, აღსარებელი, მაზიარებელი, რო იტანჯება თავისუფლების, ჭეშმარიტი სიყვარულის, ჭეშმარიტი ნამდვილი სიცოცხლის დეფიციტით, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ მადლის ნაკლებობა გვაქვს, განზარცვული ვართ მადლისგან. მადლი, რომელიც ჩვენთან იყო, აუცილებლად იყო, იმიტომ რომ აქ ვართ, სხვანაირად აქ ვერ ვიქნებოდით. ჩვენი ცხოვრების წესით მას მუდმივად განვაგდებთ, იგი თავდაბლობით კვლავ ბრუნდება, ჩვენ კვლავ განვაგდებთ, ის კვლავ ბრუნდება და ასე გადის მთელი ცხოვრება. ჩვენ არ ვიცით, როგორ და რომელ ფაზაში გარდავიცვლებით, როცა მადლი ჩვენთან არის, თუ მაშინ გარდავიცვლებით, როცა ის ჩვენგან განშორებულია ჩვენი უკეთურების გამო. და ეს მდგომარეობა მუდმივად გვახლავს, აი ესეთი მერყევი, არასტაბილური, არამდგრადი სულიერი მდგომარეობა. როდესაც ჩვენ მადლისაგან განძარცულები ვართ, ამავე დროს გვაქვს მოთხოვნილება ვიყოთ თავისუფალნიც, პიროვნებებიც ვიყოთ, ცოცხალნიც ვიყოთ, ჩვენ ვახდენთ ამ ღირებულებების პროფანირებას, დეგრადირებას, დამახინჯებას, პიროვნულობას ენაცვლება ჩვენი ეგოისტური ინდივიდუალიზმი, სიყვარულს ხო საერთოდ ეგოიზმი ეფუძნება და ეფუძნება, ნამდვილი სიცოცხლის მაგივრად ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების საზრისი ამ მიწიერ სამყაროს იქით აღარ იყურება და მხოლოდ მიწაშია ჩაფლული, თვითნებობას, თავისუფლებას ვარქმევთ და ის რაც ღვთისაგან საჩუქარია, თავისუფლება, რომელიც ჩვენს ნებელობაშიც უნდა ვლინდებოდეს, ჩვენ მას ვახმართ საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტ ჩაკეტილობაში ღმერთისგან, გამცალკევდებით უფრო მეტად ღმერთისგან და ჩვენი თავისუფლება, რომელიც ღმერთთან შერწყმის, მარადიული სიცოცხლის საწინდარი უნდა იყოს, ჩვენ თავისუფლებად ვაქცევთ თვითნებობას, თვითნებობა ხდება სახელად თავისუფლება და თვითნებობის ეგოიზმის და სიამაყის უკვე საშუალებით, იმიტომ რომ თვითნებობა სწორედ სიამაყეა, ხდებით უფრო მეტად იზოლირებული ღმერთისგან.
ანუ ის რაც მოგვეცა ღმერთთან ერთობისათვის, მას ვამახინჯებთ და ამ დამახინჯების საშუალებით უფრო მეტად იზოლირებული ვართ ღმერთისგან. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც სულიერ ცხოვრებაში არსებობს, ეს არის საკუთარი ნებით ცხოვრება და არა ღმერთის ნებით. მონასტერში მონაზვნები საკუთარი ნებით და არა თქვათ წინამძღვრის ნებით და ასევე ნებისმიერ ურთიერთობაში, როდესაც დომინანტი ხდება ჩვენი საკუთარი ნება. და ამიტომაც, როცა წმინდა წერილი და წმინდა ეკლესია 2000 წლოვანი გამოცდილების შესაბამისად გვესაუბრება საკუთარი ნების უარყოფაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომლის გარეშეც ჩვენი ცხოვრება არ მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისწავლოთ ღვთისნების ცხოვრება და საკუთარი ნების უარყოფა. გახსოვთ, რომ მთავარი ეს პირობა ქრისტიანობისა, რომელსაც უნდა რომ გამომყვეს, რა უნდა ქნას, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე. აი დღესაც იონეს სახარებაში ამ თემაზეა საუბარი, უფალი საუბრობს, ეს უფლის სიტყვებია. სამყაროს შემოქმედი საუბრობს ადამიანური ბაგეებით და მისივე ყოვლის შემძლეობით დღეს აი ამ წუთში ჩვენს ყურამდე ეს მოდის. ამინა ამინ, ანუ ჭეშმარიტად ორჯერ რატო იმეორებს? ბეჭედივით არის რა, ჭეშმარიტად და კიდე ჭეშმარიტად. ბეჭდავს უმტკიცესად, რომ შეუვალია მის სიტყვები, არანაირი ეჭვი არ გქონდეს, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. ამინ გეტყვით თქვენ რამე თუ რომელმას სიტყვანი ჩემნი ისმინეს. თითქოს გასაგებია, რაზეც არის საუბარი, ღვთის სიტყვა და უნდა გავიკოთ. პრობლემა სწორედ ამაშია, რომ ჩვენ ვერ ვისმენთ ქრისტეს სიტყვებს. აღარ ვლაპარაკობ იმ ყბალდაღებულ უკვე მილიონჯერ ნათქვამზე, რომ ქრისტიანები, ეკლესიის წევრები სახარებას არ კითხულობენ და მორჩა. ისეთ ამ სამრელოშიც რომ ვართ ადამიანები, რომლებიც არ ვკითხულობთ წმინდა წერილს. ზოგიერთი ვიცი, ზოგიერთი არ ვიცი, იმიტომ რომ მე უკვე მცხვენია პირად საუბარში კითხოთ, სახარებას კითხულობ? სირცხვილია ამის კითხვაც კი უკვე. ამიტომ ვინც არ კითხულობს, მას არ ესმის. იმიტომ რომ თუნდაც 1000 ჯერ წაკითხული გქონდეს დღეს თუ არ კითხულობ, უკვე არ გესმის. 1000 წელი რომ მიერთებული იყოს, ნატურა ანათებს, მაგრამ როგორც კი მოატრიალებ აღარ ანათებს. ხვრება. ეს მადლის წყაროა, ეს არ არის ინფორმაციის მიღების რაღაც საშუალება, რომელსაც აიკითხავ და გაიგებ და მორჩა და შენში გადმოიტვირთება, არ გადმოიტვირთება შენში. ის წყაროა მადლის. წყაროს სჭირდებას უმუდმივად უგჭირდება, სულ უნდა დალიო, ხო არ შეიძლება დალიო და აღარ დალიო, ის სულ უნდა დალიო. ხო არ შეიძლება ისუნთქო და მე აღარ ისუნთქო, სულ უნდა ისუნთქო. ამიტომ არის რომ არ შეიძლება იშვიათად ზიარება, უნდა ეზიარებოდე, უნდა ლოცულობდე. უამრავი წმინდა მამა ამბობს, იესოს სახელი შენ სუნთქვასთან მიერთებული უნდა იესოს სახელის დაბალცნობიერება. ხო, აი ეს ყველაფერი შენ სუნთქვასთან მიერთებული უნდა იყოს, ესე უნდა ცოცხლობდე. ამიტომ რომელმაც ჩემი სიტყვანი ისმინეს და ბუნებრივია ჩერდები, რომ და ვისმენ მეუფალო შენ სიტყვებს. თუ ვკითხულობ, თუ მესმის. ხო იცით რომ ყური შეიძლება გაქვს, მაგრამ არ გესმის. და აი ამ მოსმენის მერე, აი პავლე მოციქული რო ამბობს, რომ თუ არ გაიგონა რწმენა საიდან ექნებაო გაგონებიდან და მე ამბობს, ვინც რომელმაც ჩემი სიტყვანი ისმინეს და რწმენეს, მომავლინებელი ჩემი, ანუ ღმერთის რწმენაზე უკვე რწმენეს, მომავლინებელი ჩემი, ანუ გწამს მამა, გწამს ძე, მოსმენის მერე, ანუ რას ნიშნავს? ჩვენი რწმენა ღმერთისა და შესაბამისად სულიერი და რელიგიურობა თუ არ ეფუძნება გამოცხადებით ჭეშმარიტებას, ანუ ღვთის სიტყვას, ანუ სახარებას, ჩვენი რწმენა არ არის ნამდვილი რწმენა. იმიტომ რომ რწმენა არის ნამდვილი და რწმენა არის არანამდვილი. შესაბამისად, მას წამს ნამდვილად, ვინც ღვთის სიტყვას ისმენს მუდმივად, ვინც ჩემი სიტყვა ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი. და მე მას აქონდეს ცხოვრება საუკუნო. მას აქვს მხოლოდ მარადიული სიცოცხლე, ვისაც ჭეშმარიტას წამს მას, ვინც მუდმივად ისმენს ღვთისას. მუდმივად სახარებას ვერასოდეს ამოწურავთ, ხშირად მithქვავს თქვენთვის. და ასეთი ადამიანი, რომელსაც მარადიული სიცოცხლე აქვს, სასჯელსა არა შევიდეს, ანუ სასამართლოს წინაშე აღარ წარსდგება. ჩვენ ხო ვიცით, რომ საშინელი სამსჯარო იქნება. რატოა საშინელი სამსჯარო, ხშირად გვითხავს საშინელი? ღმერთი ხო კეთილია. იქ სხვა მოსამართლე არ არის. იქ მხოლოდ ღმერთია, თან განკაცებული ღმერთი, რომელმაც იცის შენი ტკივილი, ყველაფერი იცის, დედის მუცლიდან სამყაროს შექმნამდე გიცნობდა შენ. ქრისტე, რომელიც სიყვარულია,
რომლის სახელი ჩვენ სუნთქვას მიწებებულია, რატომ არის მასთან შეხვედრა საშინელი? რატო ქვია მას საშინელი სამჟავრო? იმიტომ რომ მე შეიძლება თიკანი ვარ, რომელიც გაოცებული კითხავს, უფალო როდის იყო ეგრეს მაბრალებ? და აღმოჩნდება, რომ თურმე არ იცნობდი ქრისტეს. იმიტომ რომ აი ეს ცხოვრება საუკუნო, მარადიული სიცოცხლე არის მდგომარეობა, როცა ადამიანი სასამართლოს წინაშე აღარ წარსდგება. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მას შიში აღარ აქვს ღმერთთან წარდგომის, ღმერთის წინაშე წარდგომის, ანუ და მას შიში არ აქვს გარდაცვალების. აი როგორც იოანე მოციქული იტყვის თავის ერთ-ერთ მეორე ეპისტოლეში თუ არ ვცდები, რომ სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შიშს, ჩვენ ხო ვიცით, რომ შიში სულ უნდა გქონდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ღვთის შიში გაგვიქრეს. მაგრამ თურმე რაღაც დონეზე სულიერი ცხოვრებისა შიში ქრება, რატომ? იმიტომ რომ მას სრულად აღავსებს სიყვარული, ჩაანაცვლებს უпроსორეთ სიყვარული. შიში გვაქვს მანამდე, სანამ არა ვართ დარწმუნებული, სანამ ჩვენი თავი სანდო არ არის და ვერ ვენდობით საკუთარ თავს, ჩვენს გამოცდილებას, ჩვენს ღმერთთან ურთიერთობას, არა ვარ დარწმუნებული, ხო დარწმუნებული ვარ, რომ მოვკვდები, ცხონდები, არა ვარ დარწმუნებული, ხო ვის დარწმუნებულია, მაგრამ ქრისტეს არ გავს. ის ხო ხიბლშია, მაგრამ აი როდესაც თლიანად სიყვარული ჩაანაცვლებს შიშს თლიანად, ანუ როცა შენი სიცოცხლე და ღვთის სიცოცხლე თლიანად ერთნაირი ხდება, როცა შენს გულში აღარაფერია მხოლოდ იესო ქრისტეს ისის ჯვარცმულისა, მაშინ რა თქმა უნდა შიში გაქრება. აღარ გეშინია, სამჯარო აღარ არის საშინელი, სასჯელს აღარ შეხვალ, შენ უკვე მარადიული სიცოცხლე შენში გაქვს და ასეთი ადამიანი აღარ კვდება. აღარ კვდება, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად. სიკვდილისაგან გადადის სიცოცხლეში. სიცოცხლე ვინ არის? სიცოცხლე იესო ქრისტეა. ანუ რას ნიშნავს ეს? მე რომ გამოვალ სხეულიდან, გადავდივარ ქრისტეში, სიცოცხლეში, ანუ ქრისტეში. ქრისტე მიგიქვავს, გულში ჩაგიკრავს. მაგრამ ქრისტე, რომელიც შენ მიგიქვავს, ანუ გულში ჩაგიკრავს, როცა გამოხვალ სხეულიდან, იმ ქრისტეს შენ ხო მანამდე ვიცნობთ. ვიცნობდეთ უნდა, აბა რისი ტაძარი ვართ, აბა ვისი ტაძარი ვართ. ჩვენ ხო მანამდე გვაქვს მასთან კომუნიკაცია. ჩვენ ხო მანამდე ვიცნობთ მას და თუ მანამდე არ ვიცნობთ, თუ მანამდე კავშირი არ გვაქვს, თუ მანამდე მისი ერთგულები არა ვართ, თუ მანამდე ჩვენი სუნთქვა მის სახელთან მიწებებული არ არის, თუ ჩვენ გულში იგი არ მკვიდრობს, მაშინ გამოხვალ და ქრისტე სად არის? ჩვენ ხო გვასწავლიან წმინდა მამები, რომ მარადისობაში, ანუ სიცოცხლეში, ანუ ქრისტეში გასავლელი საკუთარი გასავალი, გასასვლელი საკუთარი გულიდან არის. ამინ გეტყვით თქვენ, რამე თუ მოვალ ჟამი, დადგება დრო და აწვიარს ეს ჟამი გეუბნება ქრისტე. ესე იგი დადგება ჟამი. მაგრამ აი რომ ეს ყველაზე დიდი გამოგონება, ხო, როგორც პაისი ათონელს უთხრა ერთ-ერთმა ეშმაკეულმა გიორგი ერქვამ, ეშმაკეულს კი არა სატანისტი იყო ფაქტიურად, რომელმაც ტიბეტის მთებში შეიძინა ეს რაღაც საშინელი დემონური ხელოვნება. იგი ეშმაკის კრებებს ესწრებოდა, ადრეც მოყოლილი მაქვს თქვენთვის და ისე ეუბნება, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოგონება ეშმაკისა ადამიანთა საცდუნებლად არის ის ინსტრუმენტი, რომ ადამიანებს ჩააგონონ, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი დრო არ აგვაქვს. თუ ჩვენ წეგან თქვი ჩვენ სუნთქვას უნდა მიეწეპოს იესოს სახელი, დაბალცნობიერება და სიკვდილის ხსოვნა, ეს სამი რამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოვკვდებით ხორციელად, რომ სიმდაბლეში უნდა ვიყოთ, ანუ დაბალი სიმდაბლით ვაზროვნებდეთ ქრისტეს ზდარად და იესოს სახელი. მოვალს ჟამი და აწვე არს, ამ კუთხითაც მაფხიზლებს. მოვალს ჟამი, მოვალს, ეს ჟამი აქვე არის, მოვალს და თან აქვეა. ერთდროულად ღმერთთან დრო საერთოდ არ არის. მოვალ ჟამი და აწვე არს. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი. ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი მოვალ ჟამი, როცა მკვდრები საფლავებში ყოფი გაიგებენ ღვთის სიტყვას. მოვალ ჟამი, ოდეს მკვდართა ისმინენ სიტყვანი ძისა ღვთისანი, მაგრამ აწვე არს, იმიტომ რომ მე ახლაც მკვდარი ვარ, რადგან ქრისტესთან ერთობა არ მაქვს და აწვე, ახლავე მესმის მე ღვთის სიტყვა. და თუ არ მესმის, მკვდრად ვჩები. და რომელთა ისმინენ ცხონდნენ, რომელთა ისმინენ ცხონდნენ. მე თუ დღეს მესმის, დღეს მე ცოცხალი ვარ, გადარჩენილი ვარ. არ მესმის, არ ვარ გადარჩენილი. და ჩვენ ხო ვიცით, რა საზომითაც გვესმის, იმ საზომითაც არის ჩვენში გადარჩენი. რამე თუ ვითარცა იგი აქვს მამას ცხოვრება თავისათვის ისა თანა, ეგრეცა ზესამოსა რათა აქ უნდეს ცხოვრება თავისათვის ისა თანა. მამა ღმერთს აქვს საკუთარ თავში სიცოცხლე.
და ასევე ძეს აქვს საკუთარ თავში სიცოცხლე, რამე თუ მამა და ძეს ერთი ბუნება აქვს, ეს ერთი ბუნებაა. ეს ჩვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მეტად გავმტკიცდეთ იესო ქრისტეს ღმერთობის წმენაში, რამე თუ ჩვენ ვეზიარებით და როცა ეზიარები, შენში შემოდის ის, ვისშიც არის სიცოცხლე. ანუ ღმერთი, იმიტომ რომ მხოლოდ ღმერთშია სიცოცხლე. ყველაფერს დანარჩენს სიცოცხლის წყარო ჭირდება, რომ იცოცხლოს, რომ იარსებოს, რომ ყოფიერება კონდეს. ერთადერთი ღმერთია, რომელსაც არავისგან არაფრის წყარო არ ჭირდება. თავად არის წყარო, თავის სიცოცხლის, თავის ყოფიერების და ღმერთი არის ისეთი, როგორც უნდა რომ იყოს, აბსოლუტური თავისუფალი. და როცა კიდევ ერთხელ გვახსენებს იონე მოციქული, რომ ძესაც აქვს საკუთარ თავში სიცოცხლე, როგორც მამას, რამე თუ ერთი ბუნება აქვს, ხო? ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვეზიარებით, ჩვენში შემოდის ის, ვისაც საკუთარ თავში აქვს სიცოცხლე, ანუ ჩვენში შემოდის galaktikების შემოქმედი, ყოველგვარი ყოფიერის და სიცოცხლის წყარო შემოდის ჩვენში. უძალადოდ, არ ძალადობს ჩვენზე. და ხელმწიფება მოსამა სასჯელისაცა ყოფათ, რამე თუ ძე კაცისა იარს. და მამისგან ძემ, რადგან ძე განკაცდა, მიიღო ეს მოსამართლის უფლება, სასჯელისაცა ყოფათ. მოსამართლის უფლება, ანუ პიროვნულად გვასამართლებს ძე, მაგრამ საოცრებაა. ხო, ძე თქვა, რომ არავის არ განგჯით მე თქვენ, არავის არ გაგასამართლებთ. მაგრამ გახსოვთ რას გეუბნება, მაგრამ სიტყვას, რომელსაც მე ვიტყვი, ის სიტყვა გაგასამართლებთ. ანუ ის, რომ ძე ღმერთი თავის მოსამართლეობას, მოდი ესე ვთქვა, რომ ჩვენ დასაჯელად არ იყენებს, ეს ჯვარზეც ხო გამოჩნდა, ხო გაასამართლა მის წინაშე, ხო გამოუტანა განაჩენი მის წინაშე მყოფ ადამიანებს. რა განაჩენი იყო, მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. მაგრამ ეს ადამიანებს არ შველის, იმიტომ რომ თუ ადამიანი უარყოფს ღმერთს როგორც მამას, მას აღარ შველის ეს განაჩენი, რომ არ არის სასიკვდინე, იმიტომ რომ ეს სიტყვა, ანუ ის სიტყვა, რომელიც ღვთისნება, რომელიც განცხადა განკაცებული ღმერთის მიერ, ეს განკაცებული ღმერთის მიერ განცხადებული ნება, რადგან შენ ცოცხალ ღმერთთან კავშირს უარყოფ, ასე დამოკლეს מחვილებით არის დაშვებული თითოეულ ადამიანზე. როგორც ცივი სამართალი, ასე იურიდიული სამართალი შეიძლება ასე ითქვას. ძეს მოსსა ხელმწიფება სასჯელის, ანუ რომ მან გაგვასამართლოს, რამე თუ ძე კაცის აიარს. ანუ ნახეთ ეს, იმიტომ გვასამართლებს ძე, რომ ის ადამიანი გახდა. ადამიანი რო გახდა ნიშნავს იმას, რომ მას უყვარვართ ჩვენ როგორც ღმერთს უყვარს ადამიანი და მას უყვარვართ ჩვენ როგორც მეგობარს და ძმას უყვარს თავისი მეგობარი და ძმა. ანუ მას სიყვარულში, რადგან ადამიანური ბუნებაც აქვს, ადამიანური სიყვარულიც არის. ანუ ძე ღმერთი აღარ არის მარტო ღმერთი და ადამიანია. სრული ღმერთი, სრული ადამიანი ერთ პიროვნებაში. ამიტომ მას მე ვუყვარვარ როგორც ადამიანსაც, როგორც ადამიანს ისე ვუყვარვარ. გარდა ამისა, მან იცის, რომ მე რომ მტკივა, ეს რას ნიშნავს? იცის საკუთარი გამოცდილებით, საკუთარი ტკივილით, ყველაფერი იცის. ამიტომ თანაგვიგრძნობს, როგორც პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, ის გვეზიარა ჩვენს როგორც სისხლი და ხორცი და ის ამით ეზიარა ჩვენს ტკივილებს. გესმით, ეზიარა ჩვენს ტკივილებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ აბსოლუტური სიხარულიდან დობით უნდა წარვდგეთ მის წინაშე, იმიტომ რომ მისგან არანაირი უსამართლობა ღმერთისგან საერთოდ არ იქნებოდა, მაგრამ აი გარანტირებულად წამს, რომ მისგან არანაირი უსამართლობა არ იქნება. არავისგან უსამართლობით გული არ დაწყდება და მაინც რომ ჯოჯოხეთი არსებობს, წარმოგიდგენიათ. აი ყველაფრის ამის და მიუხედავად არსებობს ჯოჯოხეთი. გესმით, რა გულქვა უნდა იყოს ადამიანი? რა გულქვა, რომ ჯოჯოხეთი აღმოჩნდეს? და რა არის ეს გულქვაობა? როცა ვერ ხედავ და ვერ გძნობ, რომ ღმერთი ვინ არის და მან რა გააკეთა თითოეული ჩვენგან ისათვის და მიუხედავად ყველაფრისა, რაც გააკეთა შენი ცხოვრების წესით, არ არის აუცილებელი სიტყვით დეკლარირება მოახდინო. შენი ცხოვრების წესით ეუბნები, კარგი რა, შენთვის, მე ჩემთვის, მაცალე ცხოვრებ. ხათაშორის აი ამ სიტყვებით ჩემთვის პირდაპირ უთქვავთ კიდევაც. როცა მე მithქვავს, რომ იცი რა, არ შეიძლება ზიარების გარეშე რო ხარ და უთქვავთ, რომ იცი რა, მოდი რა, ჯერ არა რა, მერე. ეს ისეთი საშიში სიტყვებია. ეს პირდაპირ ეშმაკთან თანამშრომლობაა. და როცა ეს ადამიანებს უთქვავ და როცა შერჩენიათ ეს სიტყვები და ამ სიტყვებით წასულან, მერე საშინელებები ხდება, ზოგი მალე კვდება მოულოდნელად.
ზოგი საერთოდ ურწმუნო ხდება, ზოგი რაღაცა მძიმე განსაცდელით არის, როგორც გაიწნეხება, პირდაპირ ეშმაკის ხელში ვარდება. მაგრამ აუცილებელი არ არის ესე განაცხადო ეგ სიტყვები. ჩვენ ისედაც გვემართება მსგავსი რაღაცა, რომ აი გძნობ, რომ ეხლა ეს არ არის ღვთისათვის მოსაწონი, მაგრამ ხო რა მოდი რა ეხლა და მე არაფერთან შეიძლება ამის გაკეთება და ჩვენ ამას ვაკეთებთ მუდმივად. ნუ გიკვირნესე, ანუ ნუ გიკვირს, რომ ძეს მისცა ყველაფერი სასჯელი, ანუ სამართლის განჩინება. ნუ გიკვირს ესე რამე თუ მოვალ ჟამი, რომელსაც ყოველი რომელიც ხდნენ საფლავებსა ისმინონ ხმისა მისის, ანუ ის დადგება ის დრო, როცა საფლავში ყოფები გაიგებენ, ჩვენც ჩავალთ საფლავში და ჩვენც თუ არ მოვესწარით მისდიდებით დაბრუნებას, თუ მოვესწარით ჩვენ სხეულებში გარდავისახებით და ასე წარსდგებით მის წინაშე, თუ საფლავებში ვიქნებით, ჩვენი სული და სხეული შეერთება და ჩვენი სხეულები განახლდება. ისეთი გახდება ჩვენ არც კი ვიცით, რომ არ ვიცით როგორი გახდება, მაგრამ ჩვენი სხეულები განახლდება და ამას ქვია აღდგომა ზუსტად, მთელი სამყარო განახლდება, მარტო ჩვენი სხეულები არა, მთელი სამყარო მატერია, ნივთიერება აღარ იქნება ის დრო და სივრცე აღარ იქნება ისეთი, როგორიც ახლა არის. როგორ იქნება არ ვიცით, სხვადასხვანაირად არის სიმბოლურად ახსნილი წმინდა წერილში, მაგრამ ეს რას ნიშნავს ჩვენ არ ვიცით. ყველანი გავიგებთ მის ხმას, ყველანი, ვისაც კი დედამიწაზე უცხოვრი ადამიანიდან დაწყებული და გამოვიდოდიან და პასუხისგებლობით დატვირთულები გამოვალთ. პასუხისგებლობით დატვირთულები წარსდგებით, გამოვიდოდიან კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედი აღდგომასა სასჯელისას. აღდგომა სიცოცხლისთვის და აღდგომა გასამართლებისთვის. ხოლო ვინც სიცოცხლისთვის აღდგება, ეს გასამართლებას პრაქტიკულად არ გადის. გავიგონებთ სიტყვებს, მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისა. მაგის ღირსი თუ გავხდით. ეს ყველაფერი ქრისტეს სიტყვები იყო. და ბოლოს ისევ მივყავართ დღევანდელ საკეთებელზე, რომელიც ნიშნავს, რომ იმას, რომ მე როგორც თავისუფალი, პოტენციურად თავისუფალი არსება და ღმერთი როგორც აბსოლუტური თავისუფლება და თავისუფლება გონიერებასთან არის შერწყმული და შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ნებელობაში ვლინდება და რადგან ჩვენ ღმერთის მსგავსნი ვართ და შესაბამისად მხოლოდ ღმერთის ცხოვრებით ვიქნებით ბედნიერნი და არა ცხოველის, ანუ რა არის ბედნიერება ღმერთის გაგებით? ბედნიერება ღვთაებრივი გაგებით. ეს არის უმაღლესი ბედნიერება, მასი ბედნიერება არ არსებობს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა ტიპის ბედნიერება ბჭყალებს, ღორის ბედნიერება, სალაფავი და წუმპე მაგალითად, ხო? ლუარსაბ-თათხარიძის ბედნიერება, გემრიელი საჭმელი და ასე შემდეგ. ათასნაირი ბედნიერებები, ნარკომანის ბედნიერება, წამალი გაიკეთოს. ათასნაირი ბედნიერება არსებობს. ჭყალებში, მაგრამ სინამდვილეში ბედნიერება ხო ერთია. ეს არის ღმერთის ბედნიერება. და ადამიანო, შენ რომელი გინდა, ვერ გავიგე, რომელი ბედნიერება გინდა? საკუთარი ამბიციებით დაკმაყოფილებული რომ იყო ეს ბედნიერება გინდა? თუ ღმერთის ბედნიერება გინდა, რომელიც იმდანად გონება მიუწვდომელია, რომ არც კი ვიცით ეს რა არის. ინტუიციურად გზნობთ რაღაცა დიდებული, იმიტომ რომ მიწაზე ვერაფერი ვერ ვნახე, რომელიც ჩემს აი ამ წყურვილს ბედნიერებისა დააკმაყოფილებდა. და ქრისტიანობა გეუბნება, ეს არის ღმერთის ბედნიერება, მაგრამ ამისათვის შენ არ იცი როგორ იცხოვრო, როგორ მოიქცე, რა უნდა გააკეთო. აბა ვინ იცის ღმერთმა იცის? ესე იგი ღმერთ დიახ და აბა რა ვქნა და დაუნჯერო და აი აქ არის ზუსტად, როცა ადამიანი ღვთისნებით უნდა ცხოვრობდეს და ამიტომაც ღვთისნებით ცხოვრება და რა მიშლის ღვთისნებით მოდაავდგები და ვიცხოვრებ და აბა ჩაიხედე შენ თავში რა გიშლის? თუ გონიერი ხარ და სინდისიერი, იმ წამს პასუხს გასცემ. და გონიერებას და სინდისიერებას ეს კი არ არის არჩევანი. ეს ჩვენი ვალდებულება, გონიერიც უნდა იყო და სინდისიერიც უნდა იყო და თუ გონიერისა და სინდისიერიც ხარ და ვალდებულება გაქვს ამისი, რომ ასეთი იყო, იმ წამსვე დააფიქსირებ, რომ მე ჩემ თავს მეთქონ უშლი ხელს. სულ ღვთისნების წინააღმდეგ მინდა რაღაცა ჩემთვის ვაკეთო. და აი ამ დროს, აი ამ დიდებულ საკითხებზე გვესაუბრება უფალი და ბოლოს ისევ ნებელობაზე მიგვანიშნებს საკუთარი მაგალითით. ღმერთი მეუნება სამყაროს შემოქმედი. მე არ ხელმეწიფებს საქმე თავისით არ არა, არამედ ვითარცა მესმის. ისევ ჟი ქრისტე ამბობს, იმ დაბლებს თავს. მე არაფერი ძალაუფლება არ მაქვს, როგორც მესმის, ისე განვჟი, ისე ვასამართლებ, როგორც მესმის.
ვისგან ესმის? მამისგან, მაგრამ ვიცით რომ მამას და ძეს ერთი ბუნება აქვს, მაგრამ ჩვენ წინაშე კიდევ თავს იმდაბლებს და სასჯელი ჩემი მართალი არის მეუნება. მართალი, რატო? რამე თუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა. გნებავთ ამ შემთხვევაში სიმდაბლეს შეხედეთ. გნებავთ ამ შემთხვევაში მე ადამიანს ხედავ და მის ადამიანურ ნებელობას შეხედეთ, რომელიც აბსოლუტურად დაემორჩილა და გეციმანის ბაღში ეს კარგად ჩანს, სულად დაემორჩილა ღვთისნებას. რამე თუ არ ავეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა, მამისასა და თუ ქრისტე, თავად სამყაროს შემოქმედი, თანაარსი მამისა, თავის სიტყვებით მე მეუნება, რომ მე სრულად ვემორჩილები მამას, მე თეოდორე ვინ ვგდივარ, რომ ჩემი ნებით რაღაცები, ესე იგი, ფრთები გავშალო და მე მქონდეს პრეტენზია, გაშალე კი ბატონო, მაგრამ და რისი პრეტენზია უნდა გქონდეს მე? ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენ ქრისტიანობას გვირგვინი დაედგას ღვთისგან, ამიტომ რადგან წვენა მოგვეცა, რადგან ღვთისმადლით აქ მოვედით, ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე და დავაკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ ვცხოვრობთ, ვიყოთ ფხიზლად, ღვიძარენი, სულით ღვიძარენი და დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რამდენად ღვთისნებით გვიცემს გული, რამდენად ღვთისნებით ვფიქრობთ, რამდენად ღვთისნებით ვსაუბრობთ და რამდენად ღვთისნებით ვმოქმედებთ. ქრისტე შეგვეწიოს. ამინ.